საჯარო სკოლებში პირველკლასელთა რეგისტრაციის მესამე ეტაპი დასრულდა. პირველადი მონაცემებით რამდენი მოსწავლე დარეგისტრირდა და რა უნდა იცოდნენ პირველკლასელთა მშობლებმა, ჩვენს კითხვებს გურჯაანის რესურს ცენტრის იურისტი დარეჯან ბურდიაშვილი უპასუხებს. გამარჯობა, დიდი მადლობა, რომ მონაწილეობთ ჩვენს გადაცემაში. ამ ეტაპისთვის თუ გაქვთ მონაცემები, თუნდაც ქალაქ გურჯაანის საჯარო სკოლების მაგალითზე, რამდენი მოსწავლე დარეგისტრირდა და დარჩა თუ არა თავისუფალი ადგილები? მოგესალმებით, გეტყვით, რომ მესამე ეტაპი პირველკლასელებისა მხოლოდ ელექტრონული რეგისტრაციის ეტაპი დასრულდა, თუმცა 27 ივნისის ჩათვლით გრძელდება საბუთების შეტანა სკოლებში. ჩვენს მუნიციპალიტეტში 25 საჯარო სკოლა, თუმცა გამიჭირდება ასე სტატისტიკურად მონაცემების მოწდა, მაგრამ ქალაქის მაგალითზე შემიძლია გითხრათ, რომ დაახლოებით ქალაქ გურჯაანის ნომერ 4 საჯარო სკოლაში, ქალაქ გურჯაანის ნომერ 2-ში 40-მდე მოსწავლე დარეგისტრირდა, პირველ სკოლაში დაახლოებით 30 და მესამეში დაახლოებით 10. ამის მაგალითზე შეგვიძლია ვთქვათ, რომ მეოთხე ეტაპის რეგისტრაცია იწყება 30 ივნისს და გასტანს 15 ივლისამდე და შესაძლებლობა ექნებათ მშობლებს სურვილის შემთხვევაში დაარეგისტრირონ თავიანთი შვილები პირველ კლასში. როგორც ჩანს, შარშემდელის მსგავსად წელსაც დარჩა თავისუფალი ადგილები გურჯაანის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლებში. როგორც ჩანს, თითქოს მეტი თავისუფალი ადგილია წელს ქალაქის სკოლებში. ეს მაგალითზე გამიჭირდება პასუხისგაცემა. რა უნდა იცოდნენ პირველკლასელთა მშობლებმა, წიგნებით, კომპიუტერებით, წელსაც უზრუნველყოფს თუ არა საჯარო სკოლა მოსწავლეებს? მოგახსენებთ, რომ პირველკლასელებს გადაეცემათ როგორც სხვა კლასის მოსწავლეებს, გადაეცემათ სახელმძღვანელოები შესაბამისი რვეულებით და ასევე გადაეცემათ პორტატული კომპიუტერები, ანუ ბუკები. როგორც კლასის დამრიგებელს, პირველი კლასის დამრიგებელს, ასევე მოსწავლეებს, რაც პირველი კლასის მოსწავლეებს და ეს გაუადვილებს მშობელს, სერიოზული შეღავათია მშობლისთვის და კომპიუტერით სწავლებაც, რა თქმა უნდა, გაუადვილებს მოსწავლეს იმ უნარჩვების შეძენაში, რაც ამ ეტაპზე ციფრულ ეპოქაში გვიწევს ცხოვრება. საინტერესო არის რეგისტრაციის შემდეგ როგორ ხდება პედაგოგის არჩევა. როდესაც სრულდება რეგისტრაცია ელექტრონული, მშობელი ვალდებულია იმ კონკრეტულ პერიოდში შეიტანოს საბუთები სკოლაში, რომელშიც სურს, რომ დაარეგისტრირა თავისი შვილი. განცხადებაში შეუძლია, რომ მიუთითოს, რომელ მასწავლებელთან სურს, რომ მისმა შვილმა ისწავლოს. დანარჩენ შემთხვევაში შერჩევითი პრინციპით გადანაწილდებიან მოსწავლეები კლასების მიხედვით. და ბოლოს რას ურჩევთ მშობლებს, რომელთაც წელს მიყავთ სკოლაში შვილები? მადლობთ ამ კითხვისთვის. ყველა მშობელს ვურჩევ, რომ უფრო აქტიური მოქალაქე იყოს, ითავნამშრომლოს სკოლასთან, კლასის დამრიგებელთან, რათა მეტი ინფორმაცია მიიღოს, როგორც მისი შვილის განათლების, ასევე იმ უნარჩვების შესახებ, რაც აუცილებელია სამომავლოდ. მეტ ჩართულობას ვურჩევ. დიდი მადლობა, რომ მიიღეთ ჩვენს გადაცემაში მონაწილეობა. მაყურებელს შევახსენებ, რომ ჩვენი სტუმარი იყო გურჯაანის რესურს ცენტრის იურისტი დარეჯან ბურდიაშვილი.